დიახ, თავი კითხვა ახლა სწორედ ეს არის, რას იზამს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, უკვე პროკურატურის ხელში არის ბრალდებულების მიერ დაწერილი დოკუმენტი, რომ ისინი ითხოვენ საპროცესო შეთანხმებას. პირობები არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჯერჯერობით გადაჭრით ვერ ამბობს პროკურორი, პირობით მსჯავრს დაადებენ თუ არა თავდაცვის ყოფილ მინისტრს და მასთან ერთად დაკავებულებს, ისინი ჩაეწერებიან თუ არა პრობაციონერთა რიგებში, თუ სასჯელი იქნება რეალური, ყველაფერი ახლა პროკურატურის პოლიტიკურ ნებაზე არის დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ქართული ოცნება, ისეთი იქნება საპროცესოს ბედიც, რადგან პროკურორმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ ზარალი რომ დაანაზღაუროს ჯუანშერ ბურჭულაძემ და მასთან ერთად დაკავებულებმა, საუბარი არის 8 მილიონზე და ამასთან ერთად აღიაროს ყველა ბრალდება, მაინც პროკურატურის პრეროგატივა არის საპროცესო შეთანხმების ბედი. გუშინ დამეწერა ეს განცხადებები ვასილ მხეიძეს და ჯუანშერ ბურჭულის ადვოკატის. დღეს მდგომარეობით, როგორც თქვენთვისაც ცნობილია, რაიმე გადაწყვეტილი არ არის, პირობა, შეთანხმება მიღწეული არ არის. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, ვლადიმერ გუდუშაურის ადვოკატიც უახლოეს დღეებში მოგმართავს. დღეს მდგომარეობით, რაიმე გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ გვაქვს. იმის უფლებას იღებს. რომ პირობითი მსჯავრი დაედოს ვერანაირ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ მსგავსი განხილვა ფიზიკურად არ ყოფილა. ამას წერს, რომ მზად არის აღიაროს ანაზღაუროს ზიანი და გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება. თქვენ რატო იქნება მიზეზი რა შეიძლება იყოს უარის თქმის თუ ანაზღაურდება და თუ აღიარებს? მიზეზი არ როგორც წინა ასე ვთქვათ პროცესების შემდეგაც განგიმარტავდით ხოლმე, ეს არის ბრალდების ხარის პრეროგატივა. ყველანაირი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში შეუძლია ბრალდების მხარეს არ გააფორმოს საპროცესო შეთანხმებას და ამას კონკრეტული მიზეზი არ სჭირდება. ამის უფლებას კი, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარის ნებაზეა. პოლიტიკური გადაწყვეტილება რა შუაში აქვს ალბატონი ნანუკა, ნებისმიერ ბრალდებულის მიმართ შეიძლება ვთქვათ, რომ ან ვაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას, ან არ ვაფორმებთ. ეს ვერ იქნება დამოკიდებული ვერანაირ მოტივზე და მიზანზე, ეს კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე. ჯარის ძარცვის საქმეზე 4 ბრალდებულია. ვინ უნდა გადაიხადოს 8 მილიონი ლარი? ამ კითხვაზე საპასუხოდ პროკურორმა დღეს თქვა, რომ მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ამას ერთი ადამიანი გააკეთებს თუ 4-ვე ერთად. ეს ბრალდებულება უნდა მოითათმინ, რომ მთავარი პროკურატურისთვის ის არის, რომ ზარალი 8 მილიონი ანაზღაურდეს. რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიციას, ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს უნდა მიეცა ჩვენება დაანონსებული იყო გასულ კვირას მოსამართლეს უთხრა, რომ ხუთშაბათს მისცემდა ჩვენებას არსებობდა მოლოდინი, რომ ის ილაპარაკებდა ამ ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს, საპროცესო შეთანხმების სურვილი დიდია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დუმილი არჩია, მეტიც. მისი ადვოკატები დღეს მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, როგორც ჩანს, არ სურთ პროკურატურის განაცხენება და ახლა ყველაფერი პროკურატურის ხელშია. ჩვენ ვესაუბრეთ ამ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის, ღუდუშაურის უფლებადამცველს. ღუდუშაური ის ბრალდებულია, რომელმაც ხელი დაადო, მათ შორის თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღიარა ბრალდება და ამ აღიარების სანაცვლოდ ის გირაო საფუძველზე არის გათავისუფლებული. ერთადერთი არის ღუდუშაური, ვისაც ჯერ საპროცესო შეთანხმების თხოვნით არ მიუმართავს პროკურატურისთვის, თუმცა 8 აპრილამდე ეს განცხადება მთავარ საგამოძიებო უწყებაში შევა. გაცხადდა, რომ 8 აპრილს პროკურორი იტყვის დასკვნით სიტყვას, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე ჩვენ მივმართავთ ღუდუშაურთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენი პირობა ალბათ იქნება პირობით მსჯავრზე მოთხოვნა. ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კონსულტაციასაც გავივლი ჩემი დაცვისკეშყოფთან, თუმცა ზიანზე როგორც გამოიკვეთა საქმის განხილვისას ესწრებოდით თქვენ უშუალოდ ღუდუშაურის მხრიდან რაიმე ზიანი არ არის მიყენებული. პატიმრობას მოგეხსენებათ, რომ ჯობია ხოლმე რომ ადამიანს პირობითი მსჯავრი ჰქონდეს, ხომ მისთვის საუკეთესოა. იდეაში პროკურატურის გადასაწყვეტია ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ საპროცესო შეთანხმებით დავასრულოთ და პირობითი მსჯავრი იყოს. ჯარის ძარცვის საქმეზე სახელმწიფო ბრალდება 8 აპრილს იტყვის დასკვნით სიტყვას. ამის შემდეგ ერთი კვირის ვადა იქნება დაცვის მხარეს. უკვე ჩანიშნული არის, რომ 16 აპრილს დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან ადვოკატებმა, ხოლო 17 აპრილს იტყვის დასკვნით სიტყვას უკვე
ჯუანშერ ბურჭულაძე და მithქვენ ის ბრალდებულებით, რომლებიც ამ საქმეში ბრალდებული სტატუსის მქონეები არიან. მოსამართლემ დღეს თქვა, რომ ასეც ჭირდება რამდენიმე დღე სათათბიროთ იმისთვის, რომ ხმაურიან საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს. აპრილის 25 რიცხვამდე ცნობილი გახდება, როგორი იქნება თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე პოლიტიკური ვერდიქტი.